გაბწყინება, ანუ სულის შემეცნების გზა. სულის გაბწყინება ამ მდგომარეობა, რომელსაც სულის შემეცნების გზაზე გადის. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ამ გზას დაადგება, ძალიან დიდი წინააღმდეგობების გადალახვა უწევს, როგორც ფიზიკურ პლანში, ასევე შინაგანში, ანუ სულიერი თვალსაზრისით. ძნელია ემსახურო უფალს, რადგან თვითონ უფალმა ძალიან ძნელი და ტკივილებით ახსავზე გზაზე იარა და ეზიარა უკვდავებას იმ ადამიანებში, რომლებსაც სწამთ მის მიერ მოვლენილი სასწაულებისა, ტკივილისა, კაცთა მოდგმების სანაცვლოდ და ერთი სიტყვით ძნელზე ძნელი გზისა მატერიალურ სამყაროში, რომელმაც მოუტანა უკვდავება და 2000 წელზე მეტია მილიონობით ადამიანი იზიარებს მის ცნებებს, სწამთ მისი და ზოგი გაცნობიერებულად, ზოგი გაუცნობიერებლად ემსახურება უფალს. იაროს შემეცნების რთულ და წინააღმდეგობებით ახსავსე გზაზე ძალიან ძნელია. თუ ადამიანი ამას აცნობიერებს და გააზრებული აქვს ეს მდგომარეობა, შედარებით ადვილად ხდება ცვლილებები, როგორც ორგანიზმში, ასევე ფსიქიკაში. თუ არ ვიცით, რა ხდება ჩვენს თავში, შეიძლება ადამიანი ფსიქიკურ აშლილობამდეც კი მივიდეს. ვინ იცის, რამდენი ადამიანი გადის დღეს სულიერ ცვლილებებს და ვერ ხვდება საკუთარ მდგომარეობას. მე შემიძლია მათ უამრავი რჩევა მივსცემ. დავამშვიდო, ვასწავლო სწორი გზა, როგორ უნდა იარონ, რომ მეტად დაუახლოვდნენ უფალს, რომ მივიღოთ მისგან უდიდესი საჩუქარი, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა, და მასაც ჩუქრა უდიდესი ძალით და ენერგიით, რომელიც მკურნალია დაავადებულთა და ხსნელი იმ ადამიანებისა, რომლებთაც ძალიან სჭირდებათ დახმარება. როდესაც სულის შემეცნების გზას დაადგება და ასე რომ ვთქვათ, დაიძვრება პირველ საწყის მდგომარეობიდან, მისი შეჩერება არავის და აღარაფერს შეუძლია. სანამ არ მიიღებს მას, რისთვისაც იწყებს ბრძოლას. სულის გადაადგილება ჩვენს სხეულში ემოცურა ძალიან ძნელია, მაგრამ როცა ეს ხდება, შენ უკვე იცი, რომ ეს ყველაფერი არ უკავშირდება გარდაცვალებას, რადგან სულის ყოველი გადაადგილება უკავშირდება განწმენდის პროცესს და ადამიანი ვითარდება სულიერად. სული არ შეჩერდება მანამ, სანამ არ მიაღწევს უმაღლეს დონეს და ეს უკვე არის მდგომარეობა, როცა ადამიანი მოდის ჰარმონიაში სამყაროსთან. სულ შეუძლია შემოიტანოს ინფორმაცია და ადამიანი ხდება წინასწარმეტყველი. წინასწარმეტყველება დამოკიდებულია იმაზე, საიდან რამდენად დიდია ჩვენი ვიბრაცია კოსმოსში. ბევრჯერ მithქვამს, ადამიანს აქვს უამრავი შესაძლებლობა, თუ ვიმუშავებს სწორად ჩვენ თავზე, ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია ჩვენს ცხოვრებაში. ჩემი გავლილი გზა მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ მე დღეს შემიძლია დავეხმარო უამრავ ადამიანს. გაუმკურნო დაავადებები და პარალელურად მივცე უამრავი რჩევა დარიგება მათ, ვინც ახლა ადგა სულის განვითარების და შემეცნების გზას. თუ ეს ასია და თქვენ აღმოაჩენთ თქვენში თავში რაღაცას, რაც ხვითთვის შესაძლოა რაღაც სისულელე იყოს, დაფიქრდით, მიეცით გონება საზრუნების საშუალება, არ მოექცეთ სხვისი გავლენების ქვეშ და იამაყეთ, რომ ერთი არ გავხართ ყველას, რადგან გამორჩეული ადამიანები ყოველთვის ძნელად გადიან ცხოვრებას, მაგრამ დიდხანს რჩებიან უკვდავნი, რადგან ისინი ყოველთვის განსხვავებულ და სიკეთით სავსე კვარს ტოვებენ დედამიწაზე. შეგიძლიათ იამაყოთ, იყავით ბედნიერი.